კაცო, როცა შენ ამბობ, რომ ევროკავშირი არის ცუდი, კაცები თხოვდებიან იქ, ჩვენც ამას გვაიძულებენ. ანუ ხიხია ევროკავშირი. ევროკავშირი გეუბნება, იდი ნახვი. ჩემთან თუ არ გინდა, აი ბატონო, ჩემთან დაკავშირებით ფინანსური სარგებელი აღარ გექნება. მორჩა, რაზე აქვს ღნავილი? ადამიანებს შორის ურთიერთობაც ასე არის, როცა შენ აგინებ ადამიანს, იმისგან ფინანსურ დახმარებას თუ, რა ვიცი, მორალურ დახმარებას, რატო უნდა ელოდო? აი ეს არის სანქციები, ვისაც ვერ გაუგია ჯერ კიდევ, რა უნდათ ამათო, რატო ფინანსურ სანქციებს უწესებს ევროკავშირი ქოძბანდას, ბორიას თამადობით. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის მასშტაბით მათი ფინანსური აქტივობა შეიზღუდება. შესაბამისად, ის ბანკები, რომლებიცაც სურთ ევროკავშირთან ურთიერთობა, არ მოემსახურებიან არც ერთ ნაგავ სამშობლოს გამყიდველ კოდს. სულ ეს არის. რამე პრობლემა არის? თქვენ დაგინებთ ევროკავშირს, აბა ევროკავშირმა რატო უნდა გადაგისვათ თავზე ხელი? თქვენ საქმეებში ერევა? ისინი გეუბნებიან, რომ ჩემი ფინანსური სივრცით შენ ვერ ისარგებლებ და მორჩა. აი ეს არის სანქციები და ეს სანქციები აუცილებლად დაიქოქება. აი ეს თქვა ჰერჩინსკიმ და თქვენ რო თავმოყარეობა გქონდეთ, ჰერჩინსკის კი არ უნდა უყოფდეთ ყურებიდან ენას. არამედ მაგალითად მარია ზახაროვამ დაგაჯვათ თავზე. არც კი გაბედოს საქართველოს ევროკავშირისკენ შესვლა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობა თუ გინდათ, აგერ ბატონო ჩვენი ბაზარი თუ გინდათ, ევროკავშირის თავი უნდა გაანებოთო. აი ეს იყო შინაურ საქმეებში ჩარევა და ევროკავშირი, საბჭოთა კავშირი არ არის, როგორც იძახის იმბეცილი პაპუასაშვილი, რომ ევროკავშირი საბჭოთა კავშირის და მსგავსაო, ესეც რუსული ნარატივი არის და რუსული ციტატა არის. გიხსნით მარტივად იმბეცილებო. საბჭოთა კავშირის დროს ხალხები, ქვეყნები, როგორც მაგალითად საქართველოს, ძალით შეყავდათ. იპყრობდნენ, ძალით კლავდნენ, აუბედურებდნენ, აუპატიურებდნენ და ისე მიათრევდნენ საბჭოთა კავშირში. ევროკავშირის დროს ნებაყოფლობითია, შენ თუ არ განაცხადე მინდა ევროკავშირშიო, არ შემოვა აქ ევროკავშირის ჯარი და არ წაგიყვანს ევროკავშირში. მაგალითი 40 წელია თურქეთი ელოდება ევროკავშირის წევრობას, ეხვეწება, მუხლის შოქა უდგება, მაგრამ ვერ შედის. იმიტომ რომ არ აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს. ჩვენ უკრაინის ომიდან გამომდინარე მოლდოვასთან ერთად და უკრაინასთან ერთად გამოგვეცა ისტორიული შანსი, რომ 60 წელიწადში გავიაროთ ეს გზა და თურქეთზე ადრე შევიდეთ ევროკავშირში. სამწუხაროდ ეს კოცნება არ გააკეთა. აი ეს თქვა ევროკავშირის ერთმა ჰერჩინსკიმ, რომ ამ კვირეებში და ამ თვეებში გადაწყდება უახლოეს ხანში საქართველოს შემოbrunდება ევროკავშირისკენ თუ არა, თუ დარჩება სიბნელეში, ანუ რუსულ ბოსელში. აი ეს არის. ქართველი ხალხი ირჩევს გზას ევროკავშირისკენ, იმიტომ ეს არის გადარჩენის გზა, ფიზიკური გადარჩენის გზა. და არ გვინდა რუსულ ბოსელში დარჩენა კოც ნაგვებთან ერთად. მარტივი არჩევანი არის. და ამისათვის უნდა ვიბრძოლოთ ყველამ. აი ეს მარტივი განმარტება, რაც შეიძლება და მე თქვა ამ წიოგთან დაკავშირებით, რომ თურმე ევროკავშირი სამოქალაქო ომს გვიწინასწარმეტყველებს. არა. გავცელეთ ეს ვიდეო ბევრმა ადამიანმა